ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადი კალენდარული ერთეულების შესახებ. ეს არის დღე, ღამე, რა კი ნებისმიერი კალენდარული ჟამეულების ათვლა დღე ღამით ხდება, ანუ 24 საათით. და აგრეთვე ვისაუბრეთ ბაბილონური მთვარის კალენდრით, როცა მთვარე მოძრაობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და აღნიშნეთ, რომ ქართულ ამბავში არის მთვარის სამი სახეობა. აი ეს არის ახალი მთვარე, სავსე მთვარე და ცხრალი მთვარე. როგორც ხედავთ, იკითხება ცაი. ცის გამგებელად ბაბილონში ითვლებოდა მთვარე, ამდენად ქართული დაწერილობა ცისა ზუსტად ასახავს მთვარის მოძრაობას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ესე იგი, იეასო ნიშანი არის ახალი მთვარე, ან ქართული ამბავის პირველი ასო ნიშანი, მისი მეორეული რიცხვით მნიშვნელობა არის 15 და არის სავსე მთვარე და ცან 29 ასო ნიშანი, რომელიც ცხრალი მთვარის განსახიერებაა.